მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს დღის 2 საათზე. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ბოლო 2 დღეა ყველაზე აქტუალურია, ეს არის ეროსი კიწმარიშვილის საქმე. პროკურატურამ, როგორც იცით, გუშინ გამოაქვეყნა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, ის თვითმკვლელობამდე განზრახ არავის მიუყვანია და ეს იყო თვითმკვლელობა, როგორც პროკურატურა ამბობს. დღეს თავის მხრივ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა ისაუბრეს იმ დეტალებზე, რომელზეც მათი თქმით არ იყო პროკურატურის გუშინდელ განცხადებაში არაფერი ნათქვამი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ეს კომენტარები და შემდეგ უკვე კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატთან გვექნება პირდაპირი ჩართვა. პასუხგაუცემელი დარჩა დნმ-ის ნაწილი, პასუხგაუცემელი დარჩა პიროვნების იდენტიფიცირება, პასუხგაუცემელი დარჩა ავტომობილზე აღმოჩენილი ანაბეჭდითის უდაოდაა დადასტურებული, ხოლო პისტოლეტის ლულასთან არის ეროსი კიწმარიშვილის იდენტიფიცირება დნმ დადასტურებული და აღმოჩენილი, მაგრამ რაც შეეხება სასახლებზე, ეს უდაოდ დადასტურებული არის. მანჰეტენზე ბატონმა საკმაოდ ძირად გაყიდა, რა ვთქვათ, 2013 წელს აღნიშნული საცხოვრებელი გმინა და ეს იყო $2,700,000 გაყიდული დასყისებული ქონება. იჩქარა გამოძიება იმისათვის, რომ ასეთი ამგვარი სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლოს მინდა ვთქვათ, რომ აპელირება განხორციელდა იმაზე, რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. გამოიცხადა რაღაც პირადი მოტივებს, შურისძიებებს, ბიზნეს ინტერესებს ასე შემდეგ. მას ჰქონდა ცდილობა, რომ ჰქონოდათ საკუთარი სტუდია, საკუთარი მედია საშუალება, მაგრამ საწყის ეტაპზე ის აპირებდა სამაუწყებლო კომპანიების თავიანთი თანამშრომლობას. ის პირდაპირ ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ჰქონდა შუამავლის საშუალებით, ჩემი მეგობრის დუდუ გუგველიას საშუალებით ჰქონდა ნიკა გვარამიასთან ასე ვთქვათ ურთიერთობა, განიხილავდნენ რაღაც მომავალი პროგრამების შექმნის შესაძლებლობას. ახლა ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს მერაბ ჩიქოვანი, კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატი, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ბატონ მერაბ, მოგესალმებით, გმადლობთ, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. რამდენიმე დეტალია, რომელზეც სურს თქვენგან პასუხის მიღება. ერთ-ერთი რითიც მინდა დავიწყო, ეს არის ზურაბ კიწმარიშვილის განცხადება, რომ გასროლის მომენტში ავტომანქანა შესაძლოა ყოფილიყო სხვაგან და არა იმ ადგილას, რა ადგილასაც ჩვენ ვნახეთ. რა ამყარებს ამ ვარაუდს, თუ შეგიძლიათ გითხრათ? კი ბატონო, მოგეხსენებათ აღნიშნული, რა თქმა უნდა, არის ვარაუდი. რა ამყარებს ამ გარემოებებს? ამ გარემოებებს ამყარებს ის, რომ ავტომანქანის, ანუ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და რაში მდგომარეობს ეს? ეს მდგომარეობს იმაში, რომ ავტომანქანის კარები მძღოლის მხარეს და უკანა სავარძლის მხარეს იყო ჩამოწეული. შესაბამისად, ჩვენ ქონდა მოლოდინი მათ შორის ჩვენს დამოუკიდებელ ექსპერტებსაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, რომ კედლის მხარეს, ანუ მძღოლიდან კედლის მხარეს უნდა ყოფილიყო სისხლი, თუ დიდი რაოდენობით არა, გარკვეული რაოდენობით მაინც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც გამოყენებული იქნა გამოძიების მიერ სხვადასხვა ნივთიერებები, ასევე გამოყენებული იქნა სხვადასხვა აპარატურა, სისხლის კვალი არ იქნა აღმოჩენილი. ეს ერთი გარემოება, მეორე გარემოება ის, რომ ავტომანქანაზე აღმოჩენილი იქნა თითის ანაბეჭდები, ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნაწილი იყო ვერ მოხერხდა ანუ მათი კვლევა, მაგრამ ნაწილის
გამოკვლევა შესაძლებელი იყო, თუმცა იდენტიფიცირება ვერ მოხდა თითის ადამიანის. ბატონ მერაბ, ანუ ახლა თქვენ რასაც გვეუბნებით, ამის მიხედვით გამოდის, რომ გარდაცვალება მოხდა ავტომანქანაში, თუ ამ ვარაუდს გავყვებით და შემდეგ ეს ავტომანქანა გადაადგილეს. როგორ შეძლებდა ვინმე ავტომანქანის გადაადგილებას? ჩვენ ვინ შეძლებდა ბატონო? თუ კი ავტომანქანა იდგა სხვაგან. როგორ შეძლებდნენ მის გადაადგილებას? ავტომანქანის გადაგორება, ამ შემთხვევაში გაგორება სავსებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ვარაუდი, რაც გარკვეული, ასე ვთქვათ, საფუძვლებიდან გამომდინარეობს, რაზედაც ვისაუბრეთ და უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში თლიანი მასშტაბი, რასაც ქვია პარკინგის თლიანი ტერიტორია, ნამდვილად არ იყო შემოწმებული სისხლზე. შესაბამისად, ეს ერთობლიობა იძლევა იმის ვარაუდს, ვინაიდან საკმაოდ ბატონ მერაბ, ეს ვერსია როდის გაგიჩნდა თქვენი მხრიდან, რომ ან კედელზე, ან კედლის მიმდებარედ ასფალტზე არ იყოს სისხლის კვალი. ბატონ მერაბ, ეს ვერსია როდის გაგიჩნდათ? თქვენი მხრიდან თავიდანვე იყვნენ ჩართული ამ საქმეში ექსპერტები, ხომ? რატომ არ შეამოწმებინეთ მთელი პერიმეტრი მაშინ აი ამ ავტოფარეხის? პირველის ყოვლისა, სწორედაც ამ ვერსიიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ დავაყენეთ საკითხი საგამოძიებო ორგანოს წინაშე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ერთ-ერთი ნაწილი იყო კედელთან ან მის მიმდებარედ სისხლის ლაქების, სისხლის პოვნა, ეს ერთი, რაც შეეხება ზოგადად თლიან პერიმეტრს, ეს ვერ მოხერხდა გამოძიების მხრიდან. ვინაიდან მათ ძალიან კარგად მახსოვს ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოიტანეს აპარატურა, რომლითაც ვერ მოხერხდა იმ პერიოდში ამ ასე ვთქვათ მოქმედებების ჩატარება. კიდევ ერთი შეკითხვა ეს ეხება იარაღს, თითის კვალს, რომელიც არ აღმოჩნდა იარაღზე. პროკურატურამ ეს ახსნა იმით, რომ ხორკლიანი ზედაპირი ჰქონდა იარაღს და ეს სრულიად შესაძლებელი იყო, რომ არ დარჩენილიყო თითის კვალიო. ეს თქვენში ეჭვს იწვევს, რომ ასეთი რამ შეიძლება მართლაც მომხდარიყო, გამომდინარე იარაღის ზედაპირიდან. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იარაღის ზედაპირიდან მასზე ვერ აღმოჩნდეს იდენტიფიცირებისთვის საჭირო თითის კვალი, თუმცა აქ არის საუბარი სასხლებზე, როდესაც კატეგორიულად არის საუბარი, რომ ბატონი ეროსი კიწმარიშვილის დნმ-ის მონაცემი აღმოჩნდა სასხლებზე, ექსპერტიზის დასკვის მიხედვით აქ არის ვარაუდი. ანუ სასხლებზე აღმოჩენილია ბიოლოგიური მასალა, გენეტიკური მასალა, რომელიც ეკუთვნის ორ პირს, შესაბამისად ერთ-ერთი სავარაუდოდ ამბობს ექსპერტიზა, რომ შესაძლებელია იყოს ბატონი ეროსის. აქედან გამომდინარე მტკიცებით ფორმაში სასხლებზე ბატონი ეროსი კიწმარიშვილის დნმ-ის არსებობა ექსპერტიზის დასკვით არ იყო დადასტურებული. ექსპერტიზის დასკვით დადასტურდა მხოლოდ და მხოლოდ ლულაზე კატეგორიულად ბატონი ეროსის კიწმარიშვილის დნმ-ის არსებობა. ბატონ მერაბ, აი უშუალოდ სურათი თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვარაუდის დონეზე. პროკურატურამ თავისი ვერსია თქვა და გაავრცელა, ასე ვთქვათ, მასალაც ამისი ამსახველი, ხო, ვიზუალური მასალა. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო მკვლელობა? თუ კი ეს არ არის თვითმკვლელობა, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო? რა ფიზიკური აღნაგობის შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, რომ მას მოეხერხებინა თუნდაც მარჯვენა შუშიდან, რომელიც ჩამოწეული არ არის, მაგრამ თქვათ დაუშვათ, რომ იყო გასროლის მომენტში ჩამოწეული. მოეხერხებინა ის, რომ მიბჯენით ესროლა ადამიანისთვის, რომელიც იჯდა მანქანაში. ეს იყო თუ არა შესაძლებელი? მე გუშინ ეს შეკითხვები დავუსვი მაია ნიკოლეიშვილს, ექსპერტს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში და მან თქვა, რომ ძალიან რთული წარმოსადგენია თეორიულად, რომ გარედან ვინმეს ესროლა ეროსი კიწმარიშვილისთვის. მიბჯენით. კი ბატონო, ანუ ძირითადი გასაგებია თქვენი შეკითხვა, ძირითადი აქ არის სისხლის შხეფებზე აპელირება. უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ და მოვახსენებ საზოგადოებას იმას, რომ 2016 წლის
2014 წლის ბოდიშით 16 ივლისს გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა. ეს ექსპერტიზის დასკვნა დღეს გასაჯაროვებულია. გამოძიებამ ექსპერტიზის წინაშე დასვა ასეთი სახის შეკითხვა. წინა სავარძლებზე, ანუ მძღოლის სავარძელი და გვერდითა სავარძელი, არსებული ლაქების ადგილმდებარეობა, წარმოშობა და მიმართულება. შესაბამისად, გამოძიებამ რატომღაც ექსპერტიზის დანიშვნის დროს უკან არსებული მცირე ლაქების ერთიანობა ვერ დაინახა და დასვა ეს შეკითხვა. ხოლო დაახლოებით 1 თვის შემდეგ დაკითხეს ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი, რომელმაც პირდაპირ ბრძანა, რომ ასეთი კითხვა არ იყო დასმული უკანა სავარძლებთან დაკავშირებით, შესაბამისად მას დასკვნაში აღნიშნული არ აუსახია და უკვე სექტემბერში 2014 წლის 12 სექტემბერს ინიშნება ექსპერტიზა უკანა სავარძლებთან დაკავშირებით. საკმაოდ ჩვენის მოსაზრებით ძნელია და მართლაც წარმოუდგენელია დაადგინო რა იყო უკანა სავარძელზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქა. ეს არის შხეფი, ეს არის წვეთი, ეს რა პირობებში, რა გარემოებებში მოხდა ამის ფორმირება. ანუ თქვენ არ გამორიცხავთ რომ უკან შეიძლება მჯდარიყო ადამიანი? ან გარედან ესროლა? პროკურატურამ გუშინ თავის ვერსიაში ყველა ეს შესაძლებლობა გამორიცხა. ჩვენ აღნიშნულს არ გამორიცხავთ, ვინაიდან ვერავინ ვერ იტყვის. არ არსებობს ამის გარკვეული საფუძვლები თმისა თუ როგორ ფორმირდება ამ შემთხვევაში და რა დროში ფორმირდება შხეფები, წვეთები, რა დროში ხდება ეს აღნიშნული. არ შეიძლება კატეგორიულად ჩვენ მივიჩნევთ რომ არ შეიძლება კატეგორიულად იმის თქმა რომ იარაღის გასროლისთანავე, შეხებისთანავე თურმე ხდება ასეთი შხეფების გავრცელება. ჩვენი პოზიცია ასეთი. რა ამყარებს ეს პოზიცია? მე ამასაც მოვახსენებ პატივცემულ მაყურებელს. ეს გახლავთ ის რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ დასკვნაში პირდაპირ არის ამ შემთხვევაში მითითებული, რომ ბატონი ეროსის სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში მიღებული აქვს ნაჭდევი მტევანზე და ასევე დაზიანებები გააჩნია სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში თავის ქალის რბილ გარსებში. შესაბამისად, იბადება ლოგიკური კითხვა. ამ შემთხვევაში რამ გამოიწვია, ვინ, რა ვითარებაში, როგორ მოიიღო ამ ადამიანმა ეს დაზიანებები. ეს არის პირდაპირ აღნიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გაასაჯაროვა პროკურატურამ, ვესმის მათი პოზიცია გასაგებია, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი, აღნიშნული მოსაზრებები, ის ერთობლიობა, რაზედაც საუბრობს ამ შემთხვევაში თავის სამართლებრივ პოზიციაში პროკურატურა და პროკურატურის წარმომადგენლები არის მცდარი, ვინაიდან არის ხმის ნიშნები. მე მინდა დასასრულისკენ წავიყვანოთ. დიახ, აი ორი შეკითხვა მინდა სულ დაგისვათ. პირველი ეს ეხება ეროსი კიცმარიშვილის ფინანსურ მდგომარეობას. პროკურატურამ ვნახეთ რომ თქვა რომ მას ჰქონდა სერიოზული ფინანსური ვალდებულებები, მას ჰქონდა ვალები. შეგიძლიათ გვითხრათ ქონდა თუ არა ეროსი კიცმარიშვილს შესაძლებლობა გაესტუმრებინა ეს ვალები, როგორი იყო მისი ფინანსური მდგომარეობა. ზოგადად ვისაც სკეპტიციზმი აქვს პროკურატურის ვერსიისადმი, ყველა ამბობს რომ ვალი არ არის ის თემა, რის გამო შეიძლება კიცმარიშვილს თავი მოეკლა. გითხარით მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში. მე შემიძლია ვისაუბრო ის, რაც ვნახე საქმის მასალებში. გუშინ იყო იმაზე საუბარი, რომ პროკურატურის წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ ბატონმა ეროსი კიცმარიშვილმა გაყიდა მანჰეტენზე არსებული სახლი, თუმცა არ დაუსახელებია თანხა.
პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ორგანოდან ნამდვილად არ მიუღია. ეს არის ვებგვერდის დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული სახლი გაიყიდა $2,277,000 თუ არ ვცდები $1,000. შესაბამისად, ეს ხდება 2013 წელს ნამდვილად, თუმცა ფინანსური კრიზისი, ისეთი ფინანსური კრიზისი, რომელიც ასე ვთქვათ, მოცემულია ამ განცხადებაში და ჩვენ ისიც მოვისმინეთ გუშინ, რომ ეს როგორც განაცხადა წარმომადგენელმა კონსტანტირებაა ფაქტების, თუმცა ეს გარკვეული მინიშნებაცაა, რომ აი ფინანსური პრობლემის გამო თურმე ამ ადამიანმა განახორციელა აღნიშნული ნამდვილად არ მივიჩნევთ ამას სწორ სამართლებრივ ფორმულირებას. გასაგებია და ბოლოს მინდა გითხოთ ბატონ მერაბ, თუკი 2013 წლის მდგომარეობით $2 მილიონ ლარზე მეტი ქონდა და თუ ჩვენ ნახავთ ბატონო ჩემო პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტებს იმ ბრუნვებსაც ნახავთ, რომელიც $4 მილიონ დოლარამდეც ადის. გასაგებია ბატონ მერაბ, ბოლოს შეკითხვა, თუკი ოჯახს არ სჯერა თვითმკვლელობის, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად სჯერა ამ მკვლელობის ვერსიის. თუკი ამ ვერსიისკენ მიდიხართ, მკვლელობის ვერსიისკენ, შეგიძლიათ გითხრათ, რა მოტივაცია შეიძლება ყოფილიყო, რომ ვინმეს ეროსი კიწმარიშვილი მოეკლა. პოლიტიკური მოტივაციისკენ მიდიხართ, რაიმე კომერციული მოტივაციისკენ თუ რა სახის მკვლელობა შეიძლება ეს ყოფილიყო? ჩვენ ამ შემთხვევაში ვაფასებთ საქმის მასალებს, შესაბამისად ის მასალები, რაც ჩვენ გვანახა პროკურატურამ, რისი ანალიზის საშუალებაც მოგვცა და საბოლოოდ პროკურატურის სამართლებრივი პოზიცია გამორიცხავს თვითმკვლელობას, რასაც სამართლებრივად მიიჩნევს ამ შემთხვევაში პროკურატურა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ დასმული კითხვა ეს არის გამოძიების საგანი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა კითხვაზე უნდა ყოფილიყო პასუხი გაცემული და თუ შესაწყვეტი იყო საქმე, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შეწყვეტილიყო აღნიშნული საქმე. გმადლობთ პირდაპირ ჩართვისთვის. მერაბ ჩიქოვანი, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა სტუდიაში ვბრუნდებით იურისტებთან ერთად, სოფიო ხორგუანი და მალხაზ პატარაი არიან ჩვენთან. მოგესალმებით, დიდი მადლობა. გვაქვს ორი პოზიცია, ერთი პროკურატურის და მეორე ის, რაც ახლა მოვისმინეთ, ოჯახის და ოჯახის ადვოკატის. რომელი არის სარწმუნო თქვენთვის? მაყურებელს სტუმარს ხადია. აქ არ არის მხოლოდ სამართლებრივ სამწუხარო, მხოლოდ სამართლებრივ საკითხზე არ ვლაპარაკობ. სამწუხაროდ ეს რაღაცა ტიპის როგორ გითხართ, წევლასავით მოვყვება, რომ რაღაცა ყველა ხელისუფლების პერიოდში გვაქვს ესეთი კვლელობები გახმაურებულს არ ვიტყვი ცნობილი ადამიანების, ცნობილი რაღაცა ესე საჯარო პირების მკვლელობები, რომელთა გამოძიება არ მოხდა. თქვენ თავად შეგეხოთ ეს თქვენი ოჯახის თემაც იყო. მე ძალიან მიჭირს ახლა მასაუბარი, იმიტომ რომ ეროსი მარტოვის მე ჩვენ ერთად ვიყავით ერთი წელი ქართულ პარტიაში. და სულ მიჭერს ხოლმე რაღაც ეს ემოციური ვისამაქვს, მაგრამ სულ ვეხუბრებოდი ხოლმე, რომ ეს წვერი მოშვებული, რომ წვერი მოშვებული დადიხარ ხემინგუის ბაძავ მეთქი თუ რა შენ მაგის იმედი არ ქონდეს მე თავს არ მოვიკლავ ეს. სულ ხუბრა, აი მე სულ მახსენდებათ ხოლმე რაღაც ისე მძიმეთ, რომ სხვა თემა რატო ვხუბრობდით ამ თემაზე თქო. კი, ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ იმ ზღვრამდე შეიძლება მისულიყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეძებდა გამოსავალს და ძალიან ოპტიმისტი იყო, იმ ზღვრამდე მისულიყო, რომ თვითმკვლელობაზე წასულიყო. ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაჯერება, თუმცა ვუშვებ ამას, იმიტომ რომ რთულია, იმიტომ რომ ბევრი სირთულე ქონდა მას და ერთი შეხედვით რა ჩანს, შეიძლება ისულაც არ არის ის რაც ადამიანში გიხდება, ეს ალბათ უფრო მეტად ფსიქოლოგების სასაუბრო და ალბათ მათ უნდა ისაუბრონ. მე მაწუხებს აქ არის რამდენიმე თემა. ის რომ ჩვენ გვაქვს ცუდი ტრადიცია ქვეყანაში ასეთი გახმაურებული საქმეების არაჯეროვნად გამოძიების პრაქტიკა თუ უბრალოდ ისე გამოძიების თუ ისეთ ვითარებაში გამოძიება ან არასრული გამოძიება უნდობლობა გვაქვს. უბრალოდ არ არსებობს, არ გვაქვს ესეთი კარგი პრეცედენტი, როცა შეგვიძლია ვთქვა კარგი პრეცედენტი ესეთ თქმავია, რომელსაც
ცუდი გამოცდილება გვაქვს. მოკლედ ეს არის. ამიტომ უნდობლობა. ის რომ ჩვენ ნაკლები ნდობა გვაქვს სამართალდამცველებისადმი და სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი, ესეც რაღაცა ტრადიცია, ესეც არსებობს. ის თვითონ ეროსი, რომელიც ეს ეპატაჟური ფიგურა იყო, რაღაც ბევრი ინფორმაციას ფლობდა, ესეთი როგორ გითხრათ, საჯარო პირი იყო და სულ რაღაცა სკანდალებს აკეთებდა, ესეთი თვითონ ეს ადამიანი და ბრძნელი და მისი პიროვნება ბრძნელი ასაჯერებელია ის ვერსია, რასაც პროკურატურა გვთავაზობს. ეს ყველაფერი მესმის. მესმის ადვოკატი, რომელიც ცდილობს თავის, რა თქმა უნდა, მის ესე კლიენტთან თავისი ესე იგი ის როგორც მუშაობს, ესე თქვა დაადასტუროს და გამოაჩინოს. მე ყველაფერი მესმის. სუბიექტური მომენტებია, ძალიან ბევრი სუბიექტური, თუმცა რაღაცას ობიექტური ისიც აქვს საფუძველი. მე ვუყურე ძალიან არ მესიამოვნა, მე ბევრი ღლიცინებდა იმაში, რა ქვია, სოციალურ ქსელებშიც, რომ მე ისა ვალი მაქვს და არ მოვიკლავ თავსო. მე ვერ ვხუმრობ ამ თემაზე. მოკლედ მე არ ჩემთვის მე რაც მოვისმინე პროკურატურის ვერსია, რაც იყო ჩემთვის საინტერესო, იქ იყო საუბარი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დადგენილი იყო, რომელშიც ექსპერტიზები, რომელშიც მონაწილეობდნენ ოჯახის წარმომადგენლები, ანუ მხარე მონაწილეობდა და ამის შედეგად რაც დადგინდა უტყუარად, ეს არის რომ სხვა ადამიანი არ შეძლებდა ყოფილიყო. ეს რაც მე მოვისმინე. ანუ ხა რაღაც ახალი თქვა ადვოკატმა, რომ კედლებზე რაღაც, მაგრამ მაშინ დაეთქვათ, ანუ დავასრულებ გიორგი. უცნაური დეტალები რაც აქ იყო, მაგალითად ადამიანი ჩამოდის, ჯდება მანქანაში, იკეთებს ხვეთს, ჩამოწევს სამზეურს, ჩამოწევს შუშას, გადაქოქავს მანქანას, აანთებს ფარებს. ამას აკეთებს თუ არა ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა თვითმკვლელობისთვის სახლიდან მანქანაში. ანუ არის რაღაც უცნაური დეტალები. თვითმკვლელობა ზოგადად უცნაური რამე არის და არც ერთი თვითმკვლელობა არ არის საცნაური და ისეთი, როგორ გითხრა, რომელზეც ვთქვათ, რომ ლოგიკა რა ლოგიკა აქვს თვითმკვლელობას, ანუ სასოწარკვეთისგან იკლავენ თავს, გართობისგან შემთხვევით, არ ვიცი, ეს ისეთ რაღაცას მე ვლაპარაკობ, ამიტომ მე ვცდილობ, ჩემთვის უფრო რთულია, იმიტომ ხო მე მეგობრობდი ეროსი კიწმარიშვილთან და ძალიან რთულია ჩემთვის, აი ესე მე უფრო მე ვცდილობ რომ ობიექტურად შევაფასო, იმიტომ რომ მე არანაირი ინტერესი არ მაქვს გარდა იმისა, რომ მართლა სიმართლე დადგინდეს, ხო? მართლა ასეთი ისა. მე ძალიან კრიტიკულად უყურებდი იმ პოზიციას, რაც წარმოაჩინა პროკურატურამ. გეუბნებით, მე არ ვლაპარაკობ იმაზე, ბოლთას ცემდა თუ იქ ვალი აქვს. ეს დეტალები იყო, დამატებითი დეტალები. დანარჩენი შეიძლება ვალის გამო, უბრალოდ იმის გამო, რომ შიგნით მაქვს სასოწარკვეთის განცდა და ფიქრობ, რომ ყველაფერი ვცადე და ყველა მეგობარმა მიმატოვა და მარტო არ დარჩენილი, ამიტომ იკლავ თავს. არავინ არ იცის ეს. რატომ იკლავს ადამიანი თავს? ეს არ არის ახლა ალბათ ანუ უცნაური არის თუ არ არის უცნაური, ფარს ავანთებ თუ შუბს ავანთებ თუ მწვან, არ ვიცი ეს ისეთი რაღაც არის. მე ვლაპარაკობ, ჩემთვის იყო ის, რომ ყველა მტკიცებულება, რომ სხვა ადამიანს არ შეძლო მოეკლა. ხვდებით, ახლა ვლაპარაკობ და ვიღაცა უკან დაჯდაო და იქიდან ის რომ მარტო შეფები არ იყო, იქ ხო შტატსმარკაზეც იყო ლაპარაკი, ანუ როგორ. ამიტომ მე თან იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ექსპერტები, რომლებსაც აღიარებენ და როგორ გითხრათ და ექსპერტიზები, რომლებიც ოჯახის მონაწილეობით, ოჯახის თხოვნით ტარდებოდა იმ ექსპერტების მიერ, ვისაც ოჯახი ენდობოდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სიტყვას ბატონ მალხას, აი თქვენ ხართ ადვოკატი, ხართ იურისტი და ბუნებრივია რომ აი ეს დეტალები თქვენ შეიძლება რაღაცას გეუბნებოდეთ, ხო, როგორც პროკურატურის მოყოლილი, ასევე ოჯახის ადვოკატის მოყოლილი. რა დასკვნა გამოიტანეთ? მე ამ შემთხვევაში განვეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელსაც არ ჯერა პროკურატურის. და ვიზიარებ სრულად ოჯახის პოზიციას ამ თვალსაზრისით. განამარტო იმიტომ, რომ თქვა პროკურატურას ნდობა არ აქვს, ან კიდევ ის, რომ პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მე მოვისმინე, ასე ვთქვათ, ის ვუყურე იმ ფირს, თავისი მუსიკით გაფორმებული ფირი იყო და მოვისმინე ის არგუმენტები, სხვათაშორის კიდევ ერთი დეტალია, მან კიდევ კოსტუმი ჩაიცვა იმ დროს. აი მანქანაში როდესაც ხო, მანქანაში როდესაც ჯდებოდა, მან კიდევ კოსტუმი ჩაიცვა. აი ეს ელემენტები, სხვათაშორის თვითმკვლელობა, როგორც ასეთი შესწავლილია ფსიქოლოგების მიერ და იურისტების მიერაც და ეს არის თვითმკვლელობის ტიპი, რომელსაც ქვია ანომიური თვითმკვლელობა, ანუ ეკონომიური პრობლემების გამო თვითმკვლელობა. ყოველ შემთხვევაში პროკურატურამ ასე წარმოგისახა ეს. მას არ უთქვამს, რომ თქვათ ის იყო ეგოისტური თვალსაზრისით თვითმკვლელობა, როდესაც ადამიანი
თავში იკეტება რაც ქალბატონმა სოფიო მაგბძანა და სხვა სახის თვითმკვლელობები. ეს არის ეკონომიური პრობლემების გამო თვითმკვლელობა. სხვათა შორის ეს ნაწილიც იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ არის თქვა რა, იქ იყო თქვა რომ უბრალოდ სხვას გამოუწყდეს როგორც დამატებითი ფაქტები იყო. არა, მათ ასე თქვეს. მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა. ჯერ ერთი რას ნიშნავს მკვეთრად გაუარესებული, ანუ უცებ გაუარესებული, ამ თვალსაზრისით დამაჯერებლობას მოკლებულია. ვფიქრობთ რომ აი ამ ფინანსურ ნაწილზე საერთოდ არ უნდა ემსჯელა. მე არ ამგონია, იმიტომ რომ მე ხლა ისე არ ვიცნობდი როგორც ქალბატონი სოფია იცნობს მას, მაგრამ მე მისი საზოგადოებრივი აქტიურობიდან გამომდინარე ხლა ის ძალიან სერიოზული ფიგურაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მან ბოლოს შექმნა რუსთავი 2, დიდი ბრძოლები აქვს გამოვლილი. ეს ძალიან არა, რუსთავი 2-ში ის მახსოვს, ბოლოს ვანო შოუშიც იყო, მე ასე მახსოვს ეს. ერასტი კიცმარიშვილს ეძახდნენ და სიუჟეტებს უძღვნენ და აი 20 წლის თავი მოკლედ ის იყო წლის თავი იყო რუსთავის მისი აქვია რა ქვია დაარსების და არც კი ახსენეს არც კი დაუყეს არა აგეწიამროთ მახსოვს ბოლო პერიოდში რუსთავი 2-თან მან აღადგინა მათ თანამშრომლობა ის არჩევნების მერე ზუსტად სიკვდილის წინ მე მახსოვს ვანო შოუშიც მოიწვიეს და მან ეს თანამშრომლობა აღადგინა. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ახლა რაც ვიცი მე, ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ასე სასოწარკვეთამდე მივა ადამიანი და ერთი არის ვარაუდები ბატონ მალხას, მაგრამ მეორე, მოდი, აი ფაქტებს გავიგებ, რომელი გაფიქრებინებთ, მას რომ ეს შეიძლება აი ეს ფაქტები რასთან ჩამოთვალეთ მე რაღაც იქ ბოლთის ცემაზე რაღაც უცნაური საუბარი თითქოს ადამიანის სიკვდილის წინ ესე ბოლთას ცემს ხოლმე სიკვდილის აი ეს ბოლთის ცემის ეპიზოდზე რატო იყო გამახვილებული ყურადღება აი ეს ღვედი ის გადმოწება მანქანის ჩართვა ეს ძალიან ბევრი რამეა ამას სხვათა შორის დაარქვა პროკურატურამ ნაკლებად გააზრებული ქმედებები ხომ მაგრამ ძალიან ბევრია ასეთი ნაკლებად გააზრებული ქმედებები ამ საქმეში და ბოლოს ვიდეო კადრები არ არის ანუ რატომღაც გაფუჭებულია ის ვიდეო იქ შიგნით თვითონ გარაჟში რატომღაც არა ხო მოყვეს იქ არის ახსნილია პროკურატურის მიერ რატომ არისო რატომღაც არა არა როგორ არის ეს რა შეიძლება პროკურატურის პოზიციის დასაცავად ვიხარით და მაშინ დავამთავრეთ ჩემი აზრით კიდე შეტყავ დაბნეულობაში ხარ და რატომ მე ვიზიარებ ოჯახის პოზიციას გასაგებია კითხვები რო აქვს მესმის და ჩემი აზრით ძალიან არასწორი მოქმედება იყო ჩემი თვალსაზრისით იმ ექსპერტის ოჯახის ექსპერტისადმი მიმართვა რომელიც ამ შემთხვევაში მყავს საქმეში მისი პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ჩემი აზრით ამას სრულიად აშკარად ამ საქმეს აქვს პოლიტიკური კონტექსტი იმასთან ერთად საერთოდ მაია ნიკოლეიშვილს და ჩემი აზრით არსებობს აქ ძალიან დიდი ალბათობით რუსული კვალიც ჩემი აზრით იმის გამო თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ ამ მკვლელობას საითკენ მიყავთ საუბარი ანუ რა ვერსიას ავითარებთ პირველი რუსთავი 2 პრობლემა რომელიც იყო დაგეგმილი ოპერაცია ასე ვთქვათ ხელისუფლების და იმის იქეთ მე ამაზე წინა ესე იგი გადაცემაში ვისაუბრე და მეორე რაც მთავარია ბატონმა ეროსიმ დაიწყო პოლიტიკური აქტიურობა მან ეხლა პოლიტიკური აქტიურობის გამო რა თქმა უნდა ასე ვთქვათ ისიც მერის პოსტზე რა თქმა უნდა ასეთ ზომებს არ მიმართავენ ისინი მაგრამ პოლიტიკური აქტიურობა უფრო ადრე დაიწყო ბატონმა ეროსი კიწმარიშვილმა უფრო ადრე დაიწყო ნუ ხა როგორ პოლიტიკისგან გადაყავთ აბა რატო ვაკეთებთ ხა აბა არასწორს რაღაცას ამბობ პოლიტიკური აქტიურობა მე ვიყავ პოლიტიკურ პარტიაში ერთად ეროსი კიწმარიშვილთან ერთად და თქვენ მეუბნებით რომ 2013 წელს დაიწყო პოლიტიკური აქტიურობა პოლიტიკური საჯარო პოლიტიკური აქტიურობა პოლიტიკური მდივანი იყო ჩვენი პარტიის ამამთავრებიეთ აზრი ქალბატონო სოფიო მე თქვენ არ გიშლიდი და არ შეგიშლით არა ნუ კარგი ხა როგორ შემიშალოთ ხელი საერთოდ რა წესია ეს უფლება დამცველის ადამიანს ასე რატომ დამძებოდე რატომ უფლება დაცვა ნიშნავს პასუხისგებლობას რაღაცა მეორე საკითხი არის მან პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე ხარ ყველა ადამიანის ყოლობაზე ტრაგედიაზე მოკვდათ თავი მოიკლა თქვენ ყველა ცდილობთ პოლიტიკური ქულების ჩაწერას პოლიტიკაში თქვენ მონაწილეობით ბოლო პერიოდში და სულ ქულებს იწერდით რაც თავი კი რა თქმა უნდა ისიც ხელისუფლების წინაშე ეხლა რაც შეეხება დანარჩენს რომელიც იყო ადრე რესპუბლიკელებმა
რას ნიშნავს ეხლა? რას ლაპარაკობთ ეხლა? აი ასეთია თქვენნაირები რო არიან, მე პოლიტიკაში რომ უნდა მოსვათ თქვენნაირებს, კი? ასე განცხადებების კეთება როგორ შეიძლება? მოდი დავასრულებ აზრს. და თქვენი აგრესია ძალიან გაუგებარია. გაუგებარია, იმიტომ რომ ძალიან გაუგებარია. ადამიანი ხო ჩემი მეგობარი, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ხო და თქვენ აი ახლა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ მაქვს უფლება მოდი ასე გავაკეთოთ. ეხლა დავასრულებინოთ ბატონ მალხაზ და შემდეგ ალბათ. ადამიანის სიკვდილით სპეკულირებს, ვისაც არ ეზარება. მე ვამბობ ჩემს აზრს. და მეორე ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა რუსთავის არჩევნებში. უბრალოდ მეორე ტურის არჩევნებში. მეორე ტურში სხვათა შორის ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ მან შეძლო გაერთიანებინა ყველა დანარჩენი სუბიექტი ამ არჩევნების მონაწილე და მხარი დაეჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის. ეს ძალიან სერიოზული ფორმულა იყო, რომელიც არ ამგონია არ შეაშფოთებდა ხელისუფლებას. ანუ თქვენ მის გარდაცვალებაში ხედავთ თავისი ნიჭიერება სხვათა შორის ამკაც თავისი ნიჭიერება რუსთავი 2 და მისი პოლიტიკური აქტიურობა. თავისი ნიჭიერება მან ამაშიც გამოავლინა, როდესაც მან მოახერხა პრაქტიკულად მოუხერხებელი. ყველა დანარჩენი ძალა შეკრა ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელსაც ასე მხარსაგებია. ორი თემა დაასახელეთ, რუსთავი 2 და მისი არჩევნებში მონაწილეობა. გაბატონო. არ ვიცი, მე ხო გეუბნებით, მე მარა მაქვს. თუ ვლაპარაკობთ ხა ხელისუფლებას აწყობს, ანუ სარგებლობა ამ აი ესეთ რაღაცა სიგიჟე თეორიას თუ უშვებთ რომ და ახლა როგორც ესე მივხვდი რომ ვაბრალებთ პრაქტიკულად ხელისუფლებას, ასე გავიგე, ხო? სტუმარი ამბობს რომ ხელისუფლებამ შეუკვეთან განახორციელოს პრობლემა. მე ასე გავიგე. ვერაფერი ვერ გაიგეთ, რაც მე ვთქვი, იმიტომ რომ არ მასწრედით საუბარი. არა, გავიგეთ ხა, ესე იგი რუსთავი 2-ო და ბატონმა მალხაზმა დაასახელა ორი თემა. მას არ ვთქვამს რომ ხელისუფლებამ გააკეთა, მაგრამ დაასახელა ორი თემა. არ ვიცი, თუ დააზუსტებთ ბატონ მალხაზს. ხელისუფლებას თუ პირველი რუსთავი 2 რომელშიც ძალიან სერიოზულად უშლიდა ხელს ხელისუფლებას და სხვათა შორის ბატონ ეროსი ანუ თქვენ ასახელებთ თემებს ამის უკან ხედავთ ძალიან სერიოზული განცხადებები ქონდა. ძალიან სერიოზული განცხადებები მე არ დავითავრებია. ორი ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთა, როდესაც ის ივანიშვილზე პირდაპირ ივანიშვილს მას უთხრა რომ მან და ივანიშვილმა იცის, ესე იგი რაღაც რაც სხვა არ იცის, გახსოვთ ალბათ ეს რუსთავი 2-თან დაკავშირებით. და ის რომ აი ამ პროცესს რაც დღეს მიმდინარეობს რუსთავი 2-თან მიმართებაში ის ძალიან სერიოზულად შეუშლიდა ხელს მემოქმედებლობაში წინარე პერიოდის სანამ ხალვაში შეიძლება დააზუსტა ბატონმა მალხაზმა. ხალვაშთან მას ქონდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის მისი პოლიტიკური აქტიურობა. გასაგებია, დააზუსტა. ლოგიკურად თუ ესე გემოციის გარეშე და ამასე შევხედავთ, რომ გამოდის, ანუ ბატონ მალხაზი ამბობს, რომ ხელისუფლებას სჭირდებოდა მისი მკვლელობა, ანუ ერთადერთი ვისაც აწყობდა მის მკვლელობას არის ხელისუფლება. მე ასე არ ვხედავ, იმიტომ რომ ხელისუფლებას თუ პოლიტიკური კონტექსტია ნუ თქვენ ლაპარაკობთ, მე არ ლაპარაკობ არანაირ პოლიტიკურ, მე საერთოდ არ ხედავ პოლიტიკურ კონტექსტს. მაშინ ხელი მე გავიგეთ თქვენ. რა შუაშია ვიცავ ხელისუფლებას? თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება მოკლა ეროსი კიწმანიშვილი. მე არ მგონია თქვენ ახლა აი ეს ფარისევლობაა, ზუსტად თქვენ რომ ის მეგობრად ასახელებთ თავს. როდესაც ოჯახი ასე ფიქრობს. აი ეს ნამდვილად ფარისევლობაა, ეს არ არის. მე კი არა ვარ სპეკულიანტი, თქვენ ხარ ფარისეველი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ ესე. თქვენ რომელმაც თქვით რომ ოჯახიც ასე ამბობს. თქვენ პრაქტიკულად დაასახელეთ დღეს, მე არ მithქვამს, რას ამბობს ოჯახი. რომ ხელისუფლება შეუკვეთა არიზიარებს თვითკონტროლის ვერსიას. გავიგე, მას არა, ის ამბობს რომ მას აქ კითხები. ოჯახს ამოდგომა უნდა თქვენი მხრიდან თუ მეგობარი ბრძანდები. ეხლა თქვენს მეგობრობა და რა აქ შემოაცუროთ ის თვითკონტროლი გააძლიეროთ ძალიან გთხოვთ ეხლა ძალიან გთხოვთ თქვენი ლაპარაკეთ თქვენი ლაპარაკეთ რაც დააკლო პროკურატურამ ესე იგი თქვენ უნდა დაუმატოთ არა თქვენ შეგეკითხეთ თქვენი ცხოვრება და თქვენი რეპუტაცია და ისე ლაპარაკეთ როგორც გინდათ ახლა თქვენ მეგობრებს ვერ მასწავლით დრო ახალ მოდი მიცეთ შესაძლებლობა რომ დაასრულოთ უზულოდ გეტყვის საქმე მოდი დავასრულებთ ეხლა ისიც ვამიდა თუ შეიძლება დავასრულებ ესე იგი გამოდის ანუ თუ შევხედოთ პრაგმატულად და ბატონი მალხაზის და კიდევ ვიღაც რუსთავი 2-ის მესორ ვიღაცების პოზიციით რომ ხელისუფლება მოიშორა ეროსი კიწმარიშვილი, იმიტომ რომ ეს მისთვის პრობლემა იყო. ხელისუფლება მოიშორა. მე ვერ ვხედავ ამას, იმიტომ რომ ეროსი კიწმარიშვილის ყოლობა თქო ამობ. ნებისმიერ ეს იყო ხელისუფლება, რომელსაც ასეთი ყოლობა არ ქონდა. წინა ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას ყოლობა ქონდა. მანამდე კიდევ სხვა ყოლობები იყო. ყველა ხელისუფლების დროს მოხდა რაღაცა ძალიან მძიმე, რომელიც გამოძიება ვერ მოხდა. საჯაიას თემა იქნებოდა თუ ზურაბ ჟვანიას, ანუ როგორია ტიპური გახდა ეს პრაქტიკულად. ამ ხელისუფლებისთვისაც ეს არის ძალიან მძიმე თემა. ანუ ამბობ პროკურატურას აწყობდა. პროკურატურას თუ პოლიტიკურად ანგაჟირება, თუ ეს ჭირდებოდა, რომ აი ახლა ეს ყველაფერი თემა, ეს რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილიყო პროკურატურა კიდევ გაჭიმავდა. აი კიდევ გაჭიმავდა, ასე წავიდა და ეს დრო და აი ახლა დღეს აი პოლიტიკური ინსინუაციებისა, სპეკულაციების საშუალებას არ მისცემდა მოწინააღმდეგე მხარეს. ამიტომ აი ეს არის ჩემი ლოგიკა, რომ თუ პროკურატურა
პროკურატურას ეს პოლიტიკური ანგაჟირებით პროკურატურა პოლიტიკური ანგაჟირებული, ხო? ის რაც აი დღეს ახლა ამ შეფასების თუ ამ გამოძიების შეწყვეტის გარშემო ხდება, ის როგორ სპეკულაციებსაც მიმართავენ ყველა ვისაც არ ეზარება, ეს სწორედ იმას მეტყოლებს, რომ პროკურატურა არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. გმადლობთ, გასაგებია თქვენი პოზიცია. რეპლიკის სახით შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია, რაც თქვა ადვოკატმა, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვა ადვოკატმა, რომ არის რამდენიმე კითხვა, კიდევ რაღაცა კითხვები აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ყველა კითხვაზე რო თქვა, რომ ისიც იყო საინტერესო, რო თქვა, მე ჩვენ ხო არ ვიცი პროცესი როგორ მიდოდა. რაღაცა კითხვა იყო, მე ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, კიდევ დამატებით ჩატარდა ექსპერტიზა. ანუ ჩანს, რომ 600 ადამიანი დაიკითხა, ყველა სავარაუდო კითხვაზე, ყველა სავარაუდო ვერსიაზე განიხილავდნენ. გაჩნდა ახალი ვერსიები, იმ ვერსიების განხილვის შესაძლებლობაც არის. ეს არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ასე უნდა მივიდეთ იქამდე და ერთხელ და სამუდამოდ ერთი შემთხვევა მაინც დაუშვათ, რომ ყველამ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, სპეკულაციის გარეშე მივცეთ საშუალება სამართალდამცველებს, პროკურორებს და ადვოკატებს ეს საქმე აღარ აქვს რეპლიკის სახით ბატონო მამხას ძალიან მოკლედ შეიძლება. ასე მარტო მე არ ვფიქრობ ასე ფიქრობს საზოგადოება, მე რომ მქონდეს დრო საზოგადოების სახელით საუბარია კიდეც არ გვთემა. ძალიან ბევრი ადამიანი შეხვედრი ვარ ამ თემაზე და საზოგადოებას რაც არ უნდა მე არ ლაპარაკობ საზოგადოების სახელით, მე ვარ ეს საზოგადოება და რაც არ უნდა ეხლა თქვენ ილაპარაკოთ, თქვენ ალბათ საზოგადოების თქვენ არავინ არ დამიჯერებთ ამას. თქვენ არ იცით მე დამიჯერებთ და დამიჯერებთ. თქვენ არ იცით მე დამიჯერებთ და დამიჯერებთ. იმ ფირზე ნახეთ პროკურატურის ნამუშევარი. ისაო მეუღლე 2 საათის შემდეგ გამოვიდაო და 21 წუთი დავთვალე ზუსტად აი ამ სხვაობას შორის. ნახეთ ეს ფირი, ეს კომპეტენტური ნამუშევარი ნახეთ. ახლა რაც შეეხება დანარჩენს. ეხლა რაც შეეხება მეუღლე უფრო ადრე გამოვიდაო და მე არა 2 საათის შემდეგო გამოვიდაო ასეა. ამიტომ მაშინ თავიდან არ გინახავთ ფირი და ნახეთ ეს ფილმში. აბა იქ არის ჯერი დია გადის და მაცალეთ კაცო რა გჭირდა სახალხო დამცველთან ეს გასავლეს და რესპუბლიკურ პარტიაში კაცო. თქვენ რა მაცალეთ ლაპარაკი ჩემი რეპლიკაა. ჩემი რეპლიკაა. და დავასრულო ბატონო მამხას. ახლა მეორე მე ხაზი გავუსვი ყველები თქვენკენ მოიძიე და განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიაში. უნდა დავასრულო. მეორე თქვენ ცხენოდეთ ამას დღეს აქ ლაპარაკობ. იმას რასაც ლაპარაკობ ამის ცხენოდეთ. აი აქ ამ კაცის გადაცემაში. ეხლა მეორე საკითხი. მეორე მინდა დავამთავრო ჩემი აზრი. მე ვთქვი გარკვეული მარტო ხელისუფლება არ მიგულისხმია, მე ვთქვი რომ აქ კვალი შეიძლება მიდიოდეს საზღვარგარეთაც. კერძოდ ვის ინტერესებშიც არის, ხოთა შორის აი ეს კრიმინალისტიკაშიც ისმება ეს კითხვა, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს? ხო თქვით ხელისუფლების ინტერესებში ხელისუფლების, რომელიც არის ძალიან კარგი გამტარი იმ ხელისუფლების, რომელიც ტრემშია და რომელიც სასტიკად ჯის. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ამავე თემით ვალერი გელბახიანი, იურისტი ვალერი გელბახიანი იქნება ჩვენი სტუმარი.